PowerPoint-ის პრეზენტაციის მენეჯმენტისთვის არსებობს File menu. File menu არის დაახლოებით იგივე, რაც 2003 წლის ვერსიაში იყო იგივე File menu, ხოლო 2007 წლის ვერსიაში იყო Office-ის ნიშანი, რომელიც ასრულებდა იგივე ფუნქციას. ამ File menu-ის საშუალებით მანიპულაციები ხდება თვითონ ფაილზე და არა შიგნით დოკუმენტში. მის საშუალებით შეიძლება შევინახოთ ჩვენი პრეზენტაცია, შევინახოთ იგი განსხვავებული ფორმატით, გავხსნათ უკვე არსებული დოკუმენტი ან დავხუროთ. ასევე info გაყოფილებაში შეგვიძლია ვიხილოთ მონაცემები ჩვენი დოკუმენტის შესახებ. შეგვიძლია აქედან ვიხილოთ ახლად გახსნილი დოკუმენტებიც, ჩავნათვალი და ახლად გახსნილი საქაღალდეები. შეგვიძლიათ ისინი დავამაგროთ და ყოველთვის გავხადოთ ისინი ჩვენთვის ხელმისაწვდომი, ან უბრალოდ სწრაფად ვიპოვოთ ის დოკუმენტები, რომლებიც ბოლოს გამოვიყენეთ. New განყოფილების საშუალებით შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა ნიმუშები და შევქმნათ სწრაფად დოკუმენტი. რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრებთ მოგვიანებით უფრო დაწვრილებით. Print განყოფილების საშუალებით ხდება ბეჭდვა, სადაც მარჯვენა მხარეს უბრალოდ ხედავთ დოკუმენტს თუ როგორ დაიბეჭდება ჩვენს პრინტერზე. და ხედავთ, რომ არის გარკვეული მენიუ, რომლის საშუალებითაც, პირდაპირ რეჟიმში ხედავთ თუ როგორ დაიბეჭდება ჩვენი დოკუმენტი. შემდეგი განყოფილება არის Save and Send, საიდანაც შეგვიძლია შევინახოთ და გავუგზავნოთ სხვებს ჩვენი შექმნილი დოკუმენტი. შეგვიძლია გავუგზავნოთ email-ის საშუალებით, შეგვიძლია შევინახოთ იგი ვებზე, ან გამოვიყენოთ სხვა ისეთი არჩევანი, როგორიც არის შენახვა სხვა ფაილის ტიპით. შეგვიძლია შევინახოთ წინა ვერსიის Office-ის პრეზენტაციად, გვაქვს ღილაკები, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია დავასრულოთ ჩვენი ოპერაციები. შეგვიძლია ასევე შევინახოთ დოკუმენტი როგორც PDF ფაილი, ან შეგვიძლია შევქმნათ ვიდეო, შევინახოთ იგი დისკზე და ასე შემდეგ. ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, მოგვიანებით ვისაუბრებთ სხვა კვეთილებში. აქვე არის Help menu, რომელიც ნიშნავს ინგლისურად დახმარებას და რომელიც ჩვეულებრივ არასდროს გვეხმარება ხოლმე. თუმცა ხშირად შეიძლება მართლაც გამოგადგეთ ეს დახმარების მენიუ. რა თქმა უნდა, თუ იცით ინგლისური, ან შეგიძლიათ ტექსტი უბრალოდ დააკოპიროთ. სხვადასხვა სათარ პროგრამებში იქნება ეს ონლაინი თარგმნის საშუალება, ისეთი როგორც არის Google-ის და შეიძლება ნახოთ პასუხი თქვენს კითხვაზე. ხოლო შემდეგი არის Options, ანუ ოფციები, საიდანაც შეგვიძლიათ დაარეგულიროთ პარამეტრები, შეგვიძლიათ ჩაწეროთ ავტორის სახელი, ავტორის ინიციალები, ანუ თქვენი. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ სხვა მენიუებიც. შეგიძლიათ შენახვის საქაღალდეები მივითითოთ, ნახოთ დაყენებული ენების ჩამონათვალი. ან სულად შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი სამუშაო ინსტრუმენტების ზოლი და სწრაფად ხელმისაწვდომის ზოლი, რომელზეც რა თქმა უნდა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ხოლო ბოლო File menu-ში რა თქმა უნდა არის Exit, რომელიც აკეთებს პროგრამის გათიშვას. თუ დავაჭერთ File menu-ში კლავიატურაზე Escape ღილაკს, დაუბრუნდებით უკან ჩვენს დოკუმენტს. ის ოპერაციები, რომელსაც ხშირად იყენებთ File menu-დან, ხელმისაწვდომია სწრაფად ხელმისაწვდომ მენიუში, რომლის შესახებაც ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგ ვიდეოში.